ეხლა ერთ სასწაულ ბავშვზე უნდა გესაუბროთ. ყველას კარგად მოეხსენება, ვის მუსიკაში ოდნავ მაინც ჩახედულია თქვენ მით უმეტეს შემოდალი, რომ სერგეი პროკოფიევის მესამე საფორტეპიანო კონცერტი არის ერთ-ერთი ურთულესი ნაწარმოები, რომლის შესრულება მხოლოდ ზრდასრულ, ჩამოყალიბებულ და უკვე საკმაოდ დაოსტატებულ პროფესიონალებს ხელეწიფებად, მაგრამ არის ერთი ძალიან კარგი 11 წლის სესილის სივსივაძე, რომელმაც გაბედა და არაჩვეულებრივად შეასრულა ეს ნაწარმოები და ეს არის, მე მგონი, მსოფლიო მუსიკის ისტორიაში მოვლენა და პირველი შემთხვევა, როდესაც 11 წლის გოგონამ შეასრულა ეს ნაწარმოები ასე არაჩვეულებრივად და ახლა ვნახოთ ანა მეზრიშვილის სიუჟეტი, როგორ ემზადებოდა სესილი და როგორ შეასრულა. საინტერესო. მე-20 საუკუნის საფორტეპიანო ლიტერატურაში სერგეი პროკოფიევის საფორტეპიანო კონცერტი ნომერი 3 ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ტექნიკურად რთულად შესასრულებელი ნაწარმოებია. ამიტომ მას უკვე გამოცდილი და პროფესიონალი პიანისტები უკრავენ ხოლმე. 11 წლის სესილი სივსივაძე ამ ნაწარმოების შესასრულებლად თითქმის 1 წელი ემზადებოდა. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში შეკრებილი მსმენელები პირველები არიან, ვინც 11 წლის ვირტუოზის შესრულებულ საფორტეპიანო კონცერტს მოისმენენ. სწრაფი პასაჟები, არათანმიმდევრული რიტმული კომბინაციები, პიანისტისგან შინაგან ენერგიას და დრამატურგიის შეგრძნებას მოითხოვს. რადგან ეს ნაწარმოები ერთდროულად ლირიკული, გროტესკული და ირონიული არის. ტექნიკურად რთული ნაწარმოებების შესრულება სესილისთვის ახალი არ არის. 11 წლის ასაკში ის უკვე 30-მდე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია და ისეთ დიდ სცენაზეც დაუკრავს, როგორიც მაგალითად კარნეგი ჰოლია. ეს დღე ჩემთვის უბედნიერესია, რადგან ამ კონცერტის სრულად შესრულება ჩემი ოცნება იყო და ეს ავისრულე. თვითონ ნაწარმოების მომზადება საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ძალიან ვისიამოვნე მზადების პროცესში. ბევრი რთული ნაწარმოები შემესრულებია, მაგრამ ეს მაინც ყველაზე რთული იყო. მე რაც მთავარი ყველაზე სასიამოვნო. ფორტეპიანოზე დაკვრა 5 წლის ასაკში დაიწყო. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა ნიჭიერთა 10 წლებში ნანა ახობაძის კლასში ჩაირიცხა და დღემდე მისი მოსწავლეა. ეს არის ურთულესი ვირტუოზული ნაწარმოები, ძალიან ტექნიკური, რთული შესასრულებელი და მსოფლიო მუსიკალურ სივრცეში არავის არ შეუსრულებია ეს ნაწარმოები სესილის ასაკში. ძალიან ადვილად სწავლობს, მალე სწავლობს. მე ადრე ვთქვი, რომ ვუნდერკიდია თქო. თუ არ არის ეს სიტყვა გადაჭარბებული, მე მგონი არ არის, იმიტომ რომ ისეთ რთულ პარტიებს ასრულებს და ისეთ რთულ ნაწარმოებებს, რომლებიც მის ასაკთან შეუფერებელია. და ეს ძალიან ადვილად გამოსდის. სწავლის პროცესი ძალიან ადვილია, მასთან ურთიერთობაც მალე სწავლობს ტექსტს, სირთულეებს ადვილად ლახავს, ძალიან კარგი მეხსიერება აქვს და ეს ყველაფერი მეხმარება იმაში, რომ წინ და წინ ვიაროთ. თავიდანვე კარგად იცოდა, რომ მის არჩეულ პროფესიას დიდი შრომა სჭირდება. რამდენიმე საათიანი მეცადინეობები, რაც 5 წლიდან მისი ყოველდღიურობაა, არასოდეს დაზარებია, რადგან წინ დიდი მიზნები და დიდი მუსიკალური კარიერა ელის. მინდა რომ ჩემ მიზანს მივაღწიო შრომით და მინდა რომ დიდი პიანისტი გამოვიდე და მე ვიცი რომ ამის მიღწევა ჩემთვის არ არის შეუძლებელი.
როცა გაგშენი კარიერა, აი უბედნიერესი ხარ. აი იცი რომ შენ გაგშენი მიზანი და უნდა მიაღწიო ამას და ეს არის ძალიან გასიამოვნო. აი, შენ რო ამბობ, დალი რომ შემრცხვა ის ფილმი რო არა მაქვს. ხო. ეგ არის სამარცხვი. სამარცხვი ნუ ის არის რომ პირველად გავიგე მე ამ გოგონას სახელი და გვარი და ყველას გთხოვთ, დაიმახსოვრეთ სესილი სივსივაძე. მე არ ვიცი ახლა რატო გამოგრჩა ეს გოგონა, მაგრამ თურმე 30 ჯილდოს პატრონია. ნამდვილად. მომპოვებელი და შეხედავ ჯერ ერთი პირველი რაც ამოსდება ღმერთო ეს რა სილამაზეა. ჯერ გარეგნობით დავიწყოდი და შემდეგ როგორ მსჯელობს. უკვე იმაზე აღარაა ლაპარაკი, როგორ უკრავს და რა ტექნიკაა ამისათვის საჭირო. და მე მგონი მომავალი ვირსალაძე, ელისო ვირსალაძე და დოიჯაშვილი იზრდება ამ გოგონას სახით, ამიტომაც ვთხოვ მაყურებელს რომ ეს სახელი და გვარი დაიმახსოვროს. ფოტოშორის მე მქონდა ბედნიერება გამეცნო პირადად ეს ადამიანი, ანუ მასზე მე აქამდე მსმენია კი, ასე რომ უნიჭიერესი, ულამაზესი და ნუ აი არ ვიცი რა ქება შეიძლება კიდევ დაიმსახუროს ამ ადამიანმა ჩვენგან, რა თქმა უნდა, მხოლოდ აღმატებულ ფორმაში და ყველამ ვიცით, ალბათ ვისაც ქონია შეხება, ნუ ოდნავ მაინც 1-2 წელი მაინც მუსიკასთან ზოგადად, ან რაიმე ინსტრუმენტზე დაკვრასთან, თუ რამ ხელა შრომასთან არის ეს დაკავშირებული. გასაგებია ნიჭი, გასაგებია შეიძლება ადამიანი მართლა ვუნდერკინდი იყოს, მაგრამ სულთა ტექნიკურად ამას უნდა სერიოზული მუშაობა, რომ ამ პროფესიონალიზმამდე მიხვიდე. მუსიკალური სკოლის მე-4 კლასიდან გამომაცუნსულეს.